სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილია 2021 წლის 31 ოქტომბერს. ჩვენ 77 ნაწილი დავიწყეთ. მე რამოდენიმე კითხვა გამოვტოვე, იმიტომ რომ არ იყო ჩვენთვის საინტერესო იყო კონკრეტული რაღაც ესპანურ მსახურებას ეხებოდა ორგანიზაციულ საკითხებს, ასევე ისეთი თემა იყო, რომელიც ჩვენ ეხლახან გავეცით პასუხი და პიროვნებმა ისე დასვეს ძველი აღთქმის წმინდანებზე, ასევე კოვიდთან დაკავშირებით და გამოვტოვე შეგნებულად. და თვისაც აინტერესებს შეგიძლიათ ორიგინალი მოიძიოთ, არის YouTube-ზე და ნახოთ იქ ორიგინალში თუ კიდევ, მაგრამ ეს გამოვყავი ეს კითხვა, რატომ გებრძვიან კალიფორნიელი პოლიტიკოსები ასე გამწარებით. და საქმე ეხებოდა სახელი არ დაასახელა პიროვნება, მაგრამ ეს არის გევინ ნიუსამი. მე მაგალითად ეხლა ნახე, გამახსენდა, მე მქონდა ნანახი, მაგრამ არ მახსოვდა რომ ეს პიროვნება ესეთი ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი ახლა გევინ ნიუსამი, ეს არის კალიფორნიის გუბერნატორი, მეორეჯერ აირჩიეს უკვე თითქმის 8 წელი ხდება და ჯონ მაკარტურს ამ დროს უპირისპირდება როგორც გუბერნატორი. ეხლა კითხვას რო უსვამენ 2021 წელს. მაგრამ ამათი მტრობა მოდის დიდი ხანია. და ეს 2004 წელს და ალბათ უფრო ადრეც, რომელიც ჩვენ არ ვიცოდეთ, 2004 წელს ჯონ მაკარტურს ხშირად იწვევდა ლერი კინგი თავის გადაცემებში. და ძალიან მაგრა ქრისტიანობა წარადგინა ჯონ მაკარტურმა იქ ყველა დებატებში აბსოლუტურად. და ერთ-ერთი 1 საათიანი გადაცემა იყო მსგავს სქესიანთა ქორწინებაზე. ჯორჯ ბუშმა გამოცა კანონი და მას სურდა რომ გაემყარებინა ეს კანონი, რომელიც შტატებმა და ქალაქებმა თავის თავზე აიღეს და უფლებებს იმაშავა. თუ შვანცერეგერი ჩაერთო ამ დებატებში, შვანცერეგერი მაშინ გუბერნატორია და რა თქმა უნდა ხარი დაუჭირა ჯორჯ ბუშის განცხადებას. მიუხედავად თვითონ ლიბერალია, რომ ქალაქებს არ აქვთ უფლება რომ შტატის წინააღმდეგ წავიდნენ. და აი პიროვნება გევინ ნიუსამი მაშინ ქალაქის მერი იყო და მიცა ლიცენზია ქვია, ლაისენსი გჭირდება, ესე იგი მოწმობა, რომ წახვიდე და დაქორწინდე, რომ იცოდეთ, ესე არის აქ დასავლეთში. განაქორწინების მოწმობა კიდე სხვა არის. ლიცენზია თავიდან რომ ეს ქორწინება შენ დაიწყო ეს პროცესი. ასე რომ გევინ ნიუსამის დაპირისპირება და ის ამბობს რომ მე კათოლიკე ვარო და ჯონ მაკარტური აწყვეტინებს და ეუბნება თუ კათოლიკე ხარ, შემიძლია კითხვა დაგისვაო? ეხლა მე თეოლოგიურ დებატებში ქოთა ვერ შემოვალო. შეგიძლიათ ესეც დავდევი Facebook-ზე და მოусმინოთ, ხო? მაშინ ეუბნება შეგიძლია ელემენტარულად კითხვა პასუხს. ესე იგი ბიბლიის ავტორიტეტს ცნობ თუ არაო? კიო, მე ვცნობო და თან ისე თქვა, ხო, ისი კათოლიკეები გაბედულად ვერ ამბობენ ბიბლიაზე, იმიტომ რომ მათაც არ იციან, იმიტომ რომ თლიან ავტორიტეტს არ ცნობენ იგენი. ისინი ცნობენ შემდეგ დამატებებს გამოცდილებას ეკლესიისას, ხო? რასაც ტრადიციას რო უძახიან და რომის ყველა კანონები, რომის პაპი რო გამოცემს ენციკლიკებს, ხო, ისიც შედის მაგათვეს ავტორიტეტად. ხო, და ამიტომ თქვა კიო, თუ კიო მაშინ რომ ბიბლია ხინცი რას ამბობსო? ბიბლია ამბობს ქალი და კაცი. და გააჩუმა ძალიან მაგრა და იქიდან მოდის მოკლედ ამათი დაპირისპირება და ზუსტად ამას უსვამენ ახლა რომ რა არის ეკლესიისთვის ყველაზე დიდი საშიშროება პოლიტიკოსები და მე ესე გავაკეთე ფორმულირება. აი მოდით მოусვინოთ კითხვის დამსველ, სახელი არ ვიცი. უბრალოდ ესალმება ჯონს და ამბობს რომ კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. ესე იგი ჯონი რამოდენიმე ის არ იყო, ავად იყო. მიხარია თქვენი ხელახლა ხილვაო და გმადლობთ. თქვენ ქრისტიანულ სამყაროში უნიკალური ადგილი გიკავიათ, რადგან უკვე 52 წლის განმავლობაში ერთ ეკლესიის პასტორი ბრძანდებით. სხვათა შორის მადლობას გიხდით თქვენი მსახურებისათვის. პასტორის ყოფნისას რა შენიშნეთ, როგორც ამ ეკლესიის წინაშე არსებული ყველაზე დიდი საფრთხე? კალიფორნიელი პოლიტიკოსების ეგოს გარდაო. აი ეს თქვა ბატონმა ესეთი განცხადებით. და ჯონ მაკარტური ეგეუნება. პოლიტიკოსები ამ ეკლესიის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ნებისმიერ პოლიტიკოს, რომელიც ფიქრობს, რომ შეუძლია საფრთხე შეუქმნას უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ეკლესიის თავია, ნამდვილად აქვს მას ძალიან გადაჭარბებული ილუზიები. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლიათ და გულისხმობს, როგორც გითხარით, გევინ ნიუსამს. ამ ეკლესიისთვის ერთადერთი საფრთხე შიდა საფრთხეებია. ისინი გარეგან არ მოდიან. რაც უფრო უარესდება გარეგანი ვითარდება, მით რო უფრო ძლიერდება ეკლესია. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველა იმითი, რაც გარეთ ხდება, ჩვენი ეკლესია უფრო და უფრო გაძლიერდა და უფრო კიდევ მოიმატა მრევლმა. ეს უფრო ნათელია
იმის მაგალითზე თუ რას ნიშნავს იყო ეკლესია. ახლა უფრო ნათლად გვესმის და გვწამს თუ რას ნიშნავს ნამდვილი ეკლესია. აქ ამ ქაოსის ფონზე რაც ხდება ირგვლივ, ხომ? ჩვენი ეკლესია ყვავის. აი ასე წმენს უფალი ეკლესიას. რასაც ენდრიუს ვეუბნებოდი რასობრივი ნიშნის კრიტიკის შესახებ, ეს არის გზა, რომლითაც უფალი წმენს სუსტ ეკლესიებს. თუ ამაში არასწორ მხარეს აღმოჩნდებით, თქვენ უკვე სურათიდან ამოვარდებით და უკვე ადგილი აღარ გექნებათ ეკლესიაში. ასე რომ ვფიქრობ, რომ ყველა გარეგნულ რამეს, რაც ეკლესიაში მოდის, უფალი იყენებს მის გასაძლიერებლად, გარეგნული გამოწვევები. და ჩვენ ყველაფერი სიხარულად უნდა ჩავთვალოთ, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით, რადგან ჩვენი წმენა გამოცდას გადის, რათა ჩვენი საქმე იყოს სრულყოფილი. როდესაც სუსტები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ, უფრო ძლიერები ხდებით. ასე რომ ეკლესიასაც ერთადერთი რეალური საფრთხე შიგნიდან მოდის. სატანაც კი გარედან საფრთხეს ვერ წარმოადგენს. სატანა არ წარმოადგენს ჩვენთვის საფრთხეს გარედან, რადგან იგი ვერ შეედრება ეკლესიის უფალს და ვერ შეებრძოლება, მაგრამ ეკლესიის საფრთხე არის შიგნით, ქრისტესადმი ერთგულება, უფალზე დამოკიდებულება, რომ სხვა ფილოსოფიებზე, სხვა სახარებაზე და სხვა რამეზე არ იქნას გაცვლილი. ჩვენ აქ ძალიან ვიმეორებ, ძალიან ვართ მოწოდებული უფალი იესო ქრისტე, რომ პირველ ადგილზე ყავდეთ და ის იყოს პირველი პრიორიტეტი. და სანამ ქრისტეზე ვართ ორიენტირებულნი, ღვთის სული მისხატად გვაქცევს და არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. ყველაზე ნაკლებად რისიც უნდა გეშინოდეთ, ეს პოლიტიკოსების რაღაც ჯგუფია და ისინი არიან, ვისაც უნდა ეშინოდეთ, უფლის და ჩვენი. მათ ეკლესიები ამიტომ უნდა ადგნენ და უთხრან მათ პოლიტიკოსებს. და ეს არის ეკლესიის პასუხისმგებლობის ნაწილი. გახსოვთ პეტრემ რა თქვა? განკითხვა ღვთის სახლიდან იწყება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ღმერთი განსჯის თავის ეკლესიას. ეს არ არის თავარი, არამედ ის, რომ განკითხვა ეკლესიიდან მოდის. ანუ ეკლესიამ უნდა შეაფასოს ის, რაც გარეთ ხდება. მაგრამ ევანგელისტური ეკლესია დღეს ამერიკაში იმითია დაკავებული, რომ როგორღაც სოფლიოს მოაწონოს თავი და არანაირად ისინი არ ასრულებენ განკითხვის როლს საზოგადოებაში, რომ საზოგადოება მათ ამხილონ. სანამ პოლიტიკოსები გვემუქრებიან, ეკლესია უნდა დადგეს და პირიქით ესაუბროს მათ რეალურ საფრთხეზე, რის წინაშეც ეს პოლიტიკოსები არიან და რეალური საფრთხე არის ღმერთის წინაშე წარდგომა. მათ უნდა ეშინოდეთ ღმერთის, და ამას ეკლესია უნდა იძახდეს. გახსოვთ კვირადგილას ჩვენ რო ვკითხულობდით ფსალმუნებს და რამდენჯერ ვამბობთ ამას, რომ რას უზავს ღმერთი ბოროტ ერებს. ისინი ვერ გაექცევიან ღმერთის რისხვას. ასე რომ ეკლესიისთვის საფრთხეს პოლიტიკოსები არ წარმოადგენენ, მაგრამ თუ ეკლესია უარს იტყვის უფალ იესო ქრისტესადმი მორჩილებაზე და არ შეეცდება, რომ და შეეცდება მსოფლიოს ასიამოვნოს, ბუნებრივია ეს უკვე დიდი პრობლემა იქნება. და ეს მსგავსი პრობლემები, როგორც ხედავთ, უკვე ჩდება. და ესეთი ეკლესიები, ხედავთ, ვეღარ იკრიბებიან შიშის გამო კოვიდის დროს და ეს მე მგონი დიდი კურთხევაა საზოგადოებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფალი გარეგნულად იყენებს ამ ყველაფერს ეკლესიის განსაწმენდად. და ერთადერთი რაც ეკლესიას ემუქრება არის ქრისტეს, როგორც ეკლესიის მეთაურისადმი სრული ერთგულების უნარობა. და სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ჩვენ ამ შეხვედრებს აქ ეკლესიაში. ასე რომ მე არ მეშინია პოლიტიკოსების აბსოლუტურად ნულოვანი შიში მაქვს. ნულოვანი შიში. მე არც რაღაცა წერების, ვირუსების და ნებისმიერი რამის. მაგრამ მე მეშინია ჩემი უფლის. მაგრამ ეს არის პატივისცემის შიში, ეს არის სიყვარულის შიში. და თელ სოფლიოს შეუძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ, არ უნდა ყოთ ეკლესია. და მე ვიტყვი, ჩვენ მაინც ვიქნებით ეკლესია და ჩვენ მაინც შევიკრიბებით. მაშინაც კი თუ სტატისტიკა უფრო გაიზრდება და განსხვავებული იქნება და მეტი ადამიანი დაავადება და მეტი ადამიანი მოკვდება. მით უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რომ ეკლესია შევიკრიბო და აქ ვიყოთ ჩვენ ეკლესია. ასე რომ ეკლესიის ცხოვრებაში ყველა საფრთხე შიგნიდანაა. სწორედ ამიტომ ახალ ათმაში ეკლესიისათვის არის პირველი მითითება. თუ ვინმე ცოდვაშია, მიდი მასთან და დაუპირისპირდი მას. თუ არ მოგისმენს, მოიყვანე 2-3 მოწმე, ხელახლა დაუპირისპირდი. თუ მაშინაც არ მოგისმენს, უთხარე ეკლესიას და დაუპირისპირდეს მას. და მერე იცით რა ხდება ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ რომ ეკლესიაში არსებული ცოდვა და ცოდვა, რომელიც ჩვენ გვემუქრება და არა ეკლესიის გარეთ არსებული ცოდვა. კარგით?
დიახ, ეს საშინელება რაც ხდება ერთგული, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვართმევთ ამას თავს. მადლობა კითხვისათვის.